დღეს 18 მაისია და მსოფლიო მუზეუმების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ანი ჯამაგიძე უფრო ვრცლად გვიამბობს. მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ ვიტალი კაპანაძის 70 წლის საიუბილეო გამოფენით გაიხსნა. ეს საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაუთმით ჩვენი საგამოფენო სივრცეები საიუბილეო გამოფენის წარმოსაჩენად. მხატვრობს როგორც უკვე ჩვენ კოლექციაში არსებულ ძველი თაობის წარმომადგენელ ქართულ მხატვრებს, ასევე დღეს მოღვაწე მხატვრებს. ჩემი ნამუშევრები არის ინგლისში, მოსკოვში, ზოგიერთ დიდ მუზეუმებში, კაცებრობის გალერეაში. თანამედროვე მუზეუმშია 300 ნამუშევარი წერზე კოლექციებშია. დანარჩენი აქ მთელი საქართველოა. მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმების საერთაშორისო საბჭომ 1977 წელს საზოგადოების განვითარებაში მუზეუმის როლის გაცნობიერების მიზნით დააფუძნა. 18 მაისს თბილისის ისტორიის მუზეუმში კიევის სიზმრის მუზეუმთან ერთად ორგანიზებული სერგო ფარაჯანოვის გამოფენა თბილისი კიევი, კიევი თბილისი გაიხსნება. ეს არ არის სერგოს ნივთები, თუმცა სამი ნივთი, რომელიც ჩვენს მუზეუმს მამგადმოს არის აქ წარმოდგენილი. ერთი კოლაჟი მისი, შემდგომ მოგვიანებით ნოხი გვაჩუქა და შემდგომ ძალიან კარგი დიდი მებადურის ფოტო. კონცეფცია არის ესეთი: ქართველი და უკრაინელი მხატვრები როგორ ხედავენ სერგო ფარაჯანოვს 21 საუკუნეში. ეს არის მათი სიზმარი 21 საუკუნეში. ეს არის დიდი კოლაჟი, რითაც იყო სერგო ძალიან ცნობილი როგორც მხატვარი. ეს გამოფენა წელიწად ნახევრის წინ კიევში შედგა. ახლა კი განსხვავებული ინტერპრეტაციით სხვა ქართველი და უკრაინელი მხატვრების მონაწილეობით თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნება. გამოფენა მეტწილად სერგო ფარაჯანოვის თბილისურ ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. მუზეუმის საერთაშორისო დღე ყოველი წლის 18 მაისს მსოფლიოს 150 ქვეყანაში აღინიშნება. ამ დღეს მუზეუმებში ღია კარის დღეები, სამეცნიერო კონფერენციები და სხვადასხვა ღონისძიებები ეწყობა.